აფხაზეთიდან დევნილი მანანა ქარდავა ორ შვილთან ერთად სახლკარის გარეშე დარჩა. ის ბინიდან გამოასახლეს. ამ დროისთვის დევნილი საკუთარ შვილებთან ერთად ღამეს მეზობლებთან ათენებს. მისი ბუინა დაკეტილია. ახალი პატრონი კი მათი ინფორმაციით თბილისში არ იმყოფება. ქარდავები ბინის დაბრუნებას ან სესხის დაფარვის უფლებას ითხოვენ. 2011 წლის 12 იანვარს ქარდავა მოქალაქე თორთლაძისგან იპოთეკური სესხი აიღო. მხარეებს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომლის მიხედვით მანანა ქარდავას ყოველთვიურად თანხის 5% უნდა გადაეხადა. ხელშეკრულება ნოტარიუსით იყო დამოწმებული, თუმცა მაია თორთლაძე ქარდავას 5%-ის ნაცვლად 10%-ს ახდევინებდა. ეს არ იყო ერთადერთი დარღვევა. რამდენიმე თვის შემდეგ აღმასრულებელთან ერთად მისულმა კრედიტორმა ქარდავები მათი კუთვნილი სახლიდან უკანონოდ თანხის პროცენტის გადაუხდელობის ბრალდებით გამოასახლა და ბინას თავად დაეპატრონა. მე დრო მქონდა მაისამდე, ანუ 5% რო ჩაგვეთვალა, ეს $2100 ერთი წლის გადახდილი მქონდა კანონიერად პროცენტი. მაია ადგა და იანვარში შეიტანა საჩივარი. ანუ ჩემი ბინის თაობაზე. საქმის კურსში არ ჩამაყენა. არავინ არ გამომიგზავნა, გაფრთხილება არანაირი არ მომსვლია. აუქციონზე გაიტანეს ბინა და გაყიდეს. თვითონ იყიდა. ეხლა მოვითხოვ, რომ მაია ქვია თორთლაძემ, დამიბრუნოს ოთახი, გადავიხადო მე ჩემი დარჩენილი ვალი, რაც მე კანონიერად მეკუთვნის, რისი გადახდაც კანონიერად მეკუთვნის, გადავიხადო და დამიბრუნოს ოთახი.